Გამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. მე უნდა გითხრათ პირველ რიგში კიდევ ერთხელ ყველას გისამძიმრებთ, იმიტომ რომ დღესაც ჭირისუფლები ვართ. პატრიარქი დავკარგეთ, ხორციელად, მიწიერად, თუმცა მე დარწმუნებული ვარ და არა მხოლოდ მე, რომ ის სულიერი საქართველოს, ზეციური საქართველოსთან ჩვენ ლოცვას არ დაგვაკლებს. და პატრიარქზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ მამა ილია ჩიკვაიძე, რომელიც გახლავთ ქარელის წყალობის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. გამარჯობა მამა ილია. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გაქვთ სურვილი რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ვისაუბროთ პატრიარქზე. გისმენთ. ჯალებ ჯიმი ამ ამბულოში, ამ ვითარებაში უწმინდესზე მსჯელობა. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი მთელი ჩვენი ქვეყნის მიმართ, თქვენს მიმართ, ყველას მიმართ. და ჩვენი მამა ბრძანდება და ბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, რომელმაც იტვირთა ჩვენი ქვეყნის ჯვარი და ჩვენი ყველას ჯვარი. და ჩვენ ყველა გაგვიყვანა სამშვიდობოს, როგორც სულიერი, ისე მორალური და ისე ფიზიკური თვალსაზრისით და ძალიან რთულია პატრიარქზე წარსულში საუბარი და მე ვიტყოდი რომ უწმინდესი ბრძანდება არა მხოლოდ წარსული დააწყო, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი, რადგან მან თავისი ღვაწლით, თავისი შრომით და თავისი 70 წლიანი სასულიერო ღვაწლით, 59 წელი პატრიარქობა, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უძღვება და მორჩილობა, დიაკვნობა, მღვდლობა, მღვდელმთავრობა, ის დანარჩენი წლები, ეს პერიოდი გახლდათ მიუძღვნა ქვეყანას და მიუძღვნა იმ დიდ მადლს ქრისტიანობაში, რომელსაც მოყვასისათვის თავგანწირვა ჰქვია და ეს თვით შეწირვა და თავგანწირვა არის ძალიან დიდი მისტიური აქტი, რომლის მაგალითიც მოგცა ჩვენ უწმინდესმა და უნეტარესმა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან რთულია პატრიარქზე საუბარი. ყველა ვართ მწუხარებაში, პირადად მეც რა თქმა უნდა. ეს დიდი მწუხარება მამის გარდაცვალებით არის გამოწვეული. პირველ რიგში იკითხავს ადამიანი თუ რა იყო ეს ღვაწლი და რითი შეაფასებს ისტორია ამ ღვაწლს. პირველ რიგში დასვამს კითხვას, რა გააკეთა მან მართლმადიდებლობისათვის, ეკლესიისათვის და ქვეყნისათვის. პატრიარქმა შეძლო სამოციქულო ღვაწლით განემტკიცებინა საქართველოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი ეს იქნება, გარდა იმისა, რომ ის ბრძანდებოდა მასშტაბური მოღვაწე, არა მხოლოდ სასულიერო მოღვაწე, პატრიარქი და ხელოვნება, პატრიარქი და საგანმანათლებლო სფერო, პატრიარქი და სახელმწიფო, პატრიარქი და ბავშვები, პატრიარქი და მუსიკა, პატრიარქი იყო მრავალმხრივი პიროვნება. ის დიდ მასშტაბურობას განსაზღვრავდა სწორედ ესეც, რომ ის იყო კოლოსალურად დიდი მოაზროვნე. ის არ იყო მხოლოდ რელიგიური მოღვაწე, კოლოსალურად დიდი მოაზროვნე და ამასთან უგანათლებულესი, უკანსწავლულესი და უგანათლებულესი ადამიანი. და ამ ყველაფერმა მისცა დასაბამი სასულიერო პირთა იმ დას, რომელიც სწორედ აი ამ გზას მიელტვია, რომ ჰქონდეთ გასწავლა, ჰქონდეთ განათლება. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, რომ სასულიერო პირს უნდა შეძლოს ყველასთან საუბარი თავის ენაზე. აი გავიხსენოთ მოციქულებს უფალმა სულიწმინდა მოულინა და მისცა მადლი, რომ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებულიყვნენ. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნული ენები, ეს იყო ადამიანთა შინაგანი ამოცნობა და ადამიანთან, ყველა ადამიანთან თავის ენაზე საუბარი. პატრიარქი ესეთი იყო, ბავშვთან ბავშვი იყო, დიდთან დიდი იყო, მეცნიერთან მეცნიერი იყო, უბრალო ადამიანთან თქვათ გლეხთან გლეხი იყო, ყველასთან და სწორედ აი ამით მან შეძლო რომ მაგალითიც მიეცა და მოექცია მთელი ქვეყანა სარწმუნოებრივი კალთის ქვეშ და ამისი დასტური იყო ის საყოველთაო კლავა. ამდენი ადამიანი დედამიწაზე მასშტაბურობის თვალსაზრისით დედამიწაზე ასეთი კლავა არ ყოფილა.
რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო დაკრძალვაზე და იყო გლოვი არა და ის ნახევარზე მეტი უпроსი ადამიანები არიან. ხო, პატარა ბავშვები იქ დილით ხოლმე 6 საათზე თვალები დაფშნეტილი პატარები მოყავდათ მშობლებს, პაპებს, ბებიებს. ეს ბავშვები მოდიოდნენ რომ ენახათ და მშობლებსაც მოყავდათ. წარმოიდგინეთ ეხლა ბავშვი უნდა გავაგზავნო 6 საათზე და მოკავს იმისათვის რომ აჩვენოს მაგრამ რამხელა სიყვარულია და რამხელა კრძალვა. და ეს უკვე პირდაპირ ნიშანი არის და დასტური ერისაგან თუ ვინ ბრძანდება, ვინ ბრძანდებოდა და ვინ ბრძანდება უწმიდეს. მე განსაკუთრებით ახლა როგორ შეიძლება თქვა რომ მიხაროდა, მაგრამ აი განსაკუთრებით აღნიშნავ რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო. არა მხოლოდ ასაკოვნები, არამედ ახალგაზრდები. კიდე ეს განცდა ხელის თითებს შუა შრამლები გადმოდიოდნენ. აი ნახე უწმიდეს და ნეშტან ყოფნის დროს შემოდიოდნენ ბავშვები, 20-22 წლის ბავშვები და თითების შუადან შრამლები მოდიოდა იცით, ეს აი ესეთი ამაღელვებელი იყო. ისინი პირადად ხომ არ იცნობდნენ უწმიდეს, მაგრამ მათ ჰქონდა დიდი სიყვარული. ეს არის სულიწმინდის მადლისაგან აუცილებლად პატრიარქმა თავისი განსვენებითაც გაერთიანა მთელი საქართველო და კიდევ ერთხელ ამით დადასტურდა ჩვენი ერთგულება მართლმადიდებლობის მიმართ და დადასტურდა უწმინდესის 8 წლის მიმართ დიდი პატივისცემა. ასეთი დიდი პატივისცემა და სიყვარული შრომის გარეშე, 8 წლის გარეშე, აი დიდი მადლის გარეშე ისე არ მოდის. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო და პატრიარქ ერმა შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიაგვიჟ დიდი პატივი. გარდა იმისა, თქვენ ბრძანეთ, რომ აი ხელოვანი იყო, უზადოდ განათლებული. გარდა იმისა, ამ ბოლო დროს საქართველოს დემოგრაფიაზე ისე არავის არ უზრუნია, როგორც პატრიარქმა იზრუნა. აი მისი გამოცხადებით, რომ ყოველ მესამე ბავშვს მონათლავდა, მართლაც აი საოცარი მოხდა. ნამდვილად იმატა ეს დემოგრაფიის ვითარება ჩვენი საველელო გაუმჯობესდა ბევრად. თუმცა ჩვენ ისე გვინდა და მაინც ეს პრობლემაა ქართველებისთვის, მაგრამ ნამდვილად მისი 8 წლის რაღაც შედეგია ის, რომ ეს გაზრდა ხომ დემოგრაფიული პრობლემის რაღაცნაირად მოგვარება, აი მის ამ საოცარ წინადადებას აქედან გამომდინარე იყო და რა ბედნიერები არიან ის ბავშვები, ვინც კათოლიკოს პატრიარქის ნათლულები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე პატრიარქი ყოველთვის ილოცავს. მათი და მთელი საქართველოს წმინდა ლოცვით და კიდევ ერთ რამე უნდა აღინიშნოს, აქ უკვე სულიერი თვალსაზრისით უწმიდესი და უნეტარესი და არ დაგვაიწყდეს, რომ ყველა ამ ბავშვებს და აი ამდენ ბავშვს იხსენიებდა ლოცვაში. ყველა წირვაზე პატრიარქის ნათლულები მოხსენიებულნი იყვნენ და ეს არის ძალიან დიდი მტვირთველობა. სახელობით მოხსენება ხდებოდა ამ ბავშვების. ყოველთვის და აი ამ ჯიმე ხრჩავანების ჟამსაც, ძუძლურების ჟამსაც ის ყოველთვის მოიხსენიებდა პატრიარქი, რომ ჯვარს გამოსახავდა. ეს უკვე იყო ძალიან დიდი ჯალა და ძალიან დიდი მადლი. მას ჰქონდა ის საოცარი სულიერი ჯალა. ამას გრძნობდა ყველა მოწინააღმდეგეც და პატრიარქის მოსიყვარულეც. ყველა მიცოდა, რომ პატრიარქს ძალიან დიდი ჯალა ჰქონდა და ეს დადასტურდა განშენების დღეებშიც. კი, ნამდვილად. ის ძალიან თბილი იყო, მე რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება ესეთი პირადი ურთიერთობის. აი საოცრად თბილი იყო, საოცრად ყურადღებიანი და მართალი ხართ თქვენ, რაღაცა ისე ზემოდან კი არ გვხვდებოდა პირიქით, აი როგორც რაღაც პრობლემებზე სასაუბროთ რომ მივდიოდით, აი ნამდვილად ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ ეს იყო აი ჩვენი თანამოსაუბრე, აი რაღაცა ჩვენი და არა იმ ხელა ხდებოდა რამ ხელა ჩიყავი და ვინ ჩიყავი. ძალიან თბილი იყო. ეს იყო სწორედ ის ენა სულიწმინდა გამოგზავნა უფალმა მე წავალო და ეს ნუგეში შემელს მოგივლენ თოქამ ბრძანა მაჩხევარმა ამაღლებისეს. მასზე იყო მოვლენილი ეს ნუგეშინის შემელი, რომ ყველა ადამიანთან შეეძლო თავის ენაზე საუბარი. რომ სხვანაირად ეს იყო წარმოუდგენელი. და რამხელა მადლი იყო, როდესაც აი კოვიდის დროს ხომ გახსოვთ.
მაშინ კიდევ ერთხელ ისეთი მაყოფილი ვიყავი და ისეთი მადლობელი პატრიარქის, რომ მან ზიარება აღდგომას არ აკრძალა, როგორც სხვაგან მოხდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ხომ და ჩვენ ყველა ვეზიარეთ იმ აღდგომას, იმიტომ რომ ამითი მან დაგვანახა რომ ზიარება არის ეს უწმინდესი ხვაჭილი. დიახ, მაგას ვამბობ, ეს იყო მასზე დამოკიდებული, მე მახსოვს ის დღე ის საღამო, როდესაც უნდა გადამწყდარიყო ეს საკითხი, ძალიან ნერვიულობდით და აიდიდება მას და მადლობა მას, რომ ეს ჩვენი ზიარება ესე მაღლა დააყენა და რო რაზეა საუბარი, როცა ეზიარები რა კოვიდი უნდა გადაგედოს, აი წარმოიდგინეთ თან რაღაც გარკვეული რისკიც ხო იყო ამაში, ის წავიდა ამაზე და მოგცა ჩვენ საშუალება, რომ აღდგომას გველოცა და მაგრამ ეს ყველაფერი იტვირთა უწმინდესმა. აი სწორედ იმ დიდი ჯალის და მადლის წყალობით მე ხლა ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ, ცხონებული მამა გიორგი ბასილაძე, იცით თქვენ? რა თქმა უნდა, მოწამეთელი დიდი მოძღვარი, ძველი თაობის დიდ პლეადას განეკუთვნება იმ ეპოქის მამებს, მან თქვა ასეთი რამ ბრძანა და მე დაიბეჭდა კიდეც. რომ ჩემთანო იყო ქალბატონი ენდიო, თუ სწორად მახსოვს, სახელი ყოფილიო ფოთის რაიონის ქალაქკომის მდივანია. და მითხრა რომ პატრიარქი რომ აღსაყდრდაო, მაშინდელმა ცეკავს მდივანმა შევარნაძემ მოიწვია სასწრაფო საგანგებო თათბირიო და გვითხრაო რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაო, საქართველოს ეკლესიის სათავეში მოვიდაო ძალიან ძლიერი პიროვნებაო და შესაძლებელია რომ ჩვენ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენოსო. ამიტომ გააძლიეროთ თათეისტური მუშაობა, რომ როგორღაცო გადავრჩეთო აი ამ შეტევასო და მე მამა გიორგი განმარტავდა რომ აქო ბოროტ ჯალის წყალობითო მაშინდელმა ცენტრალურმა კომიტეტმა იგრძნო პატრიარქის დიდი მადლიო რა ჯალას ფლობდა პატრიარქიო ეს მეც მითხრა პირადად და შემდეგ დაიბეჭდა კიდეც და ამიტომ თორემ პოლიტიკურად ეკლესია დამორჩილებული იყო იქ საშრობა იყო პიროვნულიო რომ მას ჰქონდაო დიდი ჯალაო და ესო იგრძნესო და ამის საწინააღმდეგოდ მოხდა ეს თათბირი და ესო ძალიან ბევრს ნიშნავდაო და ეს ჯალაო არასოდეს არ დაკარგულა ყოველთვის მოსდებდა მასო. აი მაგ ჯალის წყალობით იყო რომ იღებდა გადაწყვეტილებას და იმ გადაწყვეტილებით მერე პირთულობდა ვითარებას. იმიტომ რომ თვითონ იყო ძალიან დიდი იყო და არის ძალიან დიდი მლოცველი და ტვირთველი მამა, ტვირთველი, იმიტომაც შეძლო ამდენი წელი 49 წელი პატრიარქობა უფალს არავისთვის მიუჩია. დედამიწაზე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში 59 წლიანი პატრიარქი არ არსებობს. და ღმერთი ასე არ იძლევა პატრიარქობას. ეს სხვა მოვლენა იყო და სწორედ ამიტომაც ამითაც გადავრჩით ჩვენ. აი მე მახსოვს ეროვნული მოძრაობის დროს მამა ელია გორი ბორჯომი ახალციხეს ის რაიონები იყო სადაც მე სულ ამ ეროვნული მოძრაობის დროს ვიყავი და ახალციხეში ჩასვლისას როცა ჩავედით ერთ-ერთი ჩასვლისას ვარძიაში აგვიყვანეს და იქ ნახეთ საშინელი სურათი რუსის ტურისტები ძალიან უხეშად ნახევრად შიშვლები ქართველი მამაკაცებიც რა თქმა უნდა და ისე უდიერად ეპყრობოდნენ ვარძიას რა პირდაპირ ძალიან იმოქმედა ეროვნულ თამოყარეობაზე და ჩამოვედით და პატრიარქთან მივედით და პირადად მე ვიყავი და იქიდანაც სამღვდელო პირები გვახსნდნენ და ეს ყველაფერი მოუყევი რომ აი ეს ხდება ვარძიაში ხო და სხვა შორის როდესაც საუბრობდით სარკმელი ღია იყო დიდი სარკმელი ქონდა მის ოთახს და თეთრი მტრედი მოფრინდა და ისე დაждდა და ისე გვისმენდა მაშინ და პატრიარქიც ისე სიყვარულებოდა შორიდან ამ ტეც რა იგვისმენსო რისი თქმა მინდა რაღაც ერთ-ორ კვირაში უკვე ტურბაზა იგრძალა უკვე ტურბაზა დაიხურა და ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ეს მისი მეცადინეობით მოხდა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რა საერთოდ თავიდან ახლა თქვენ შევარნაძე და კომუნისტები ახსენეთ და როგორ შეიძლება ესეთი ჩვენი ადგილები რომ აი ესე შეიბირწოს. შეიბირწულიყო არასწორი ქცევებით კი.
რა თქმა უნდა პატრიარქის დამსახურება. ხო და ის ტურბაზა აიგრძალა და ვარძიაში ესეთი სურათები აღარ იყო. ხა ვინც მისმენს ძველები ვინც არიან ალბათ გაიხსენებენ. ეგ უწმინდეს რა თქმა უნდა უჯდებოდა ძალიან დიდი ნერვიულობა, მაგრამ უცბად გაკეთდებოდა საქმე და გვეკოდა რომ ეს შემოგვარნა, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი შრომა დაჭირდებოდა, რამდენი დარწმუნება და რამდენი რამ და პატრიარქის შინაგანი ძალიდან გამოდიოდა ეგეც. აი თქვენი პირადი ურთიერთობებიდან რას გაიხსენებთ, მამა? მე მქონდა შეხვედრები პატრიარქთან ერისკაცობაში განსაკუთრებით სასულიეროებაში, რომ რამდენჯერმე და რომ არაფრით არ მინდოდა უწმინდესი შეწუხება, მაგრამ ერისკაცობაში როდესაც უწმინდესის გადაყენების საკითხებიც იყო წინა ხელისუფლების დროს, იმ პერიოდში მქონდა მე შეხვედრები და ერთ-ერთი ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი იყო, ეს ვრცელი საკითხებია და იყო წერილებიც, ისეთი შეფარული წერილებიც, რომ პატრიარქი ფაქტობრივად უნდა წასულიყო. და ის იყო ძალიან რთული პერიოდი 2004 წელი, 2003-ში დაიწყო. თუ არ ვწდები 47-ის ხელმოწერა ერქვა, სადაც პირდაპირ მოუწოდებდნენ უწმინდეს, რომ ხმა მოიღეო და რა ხმა უნდა გაცო, ყოველ კვირა იყო ქადაგება, ყოველ თვის იყო ქადაგება და ქადაგება ამბიონი არის პატრიარქის სასულიერო ბირის მთავარი ეგრეთ წოდებული შეეროში თქვით რომ თქვა ტრიბუნა. შემდეგ ეს გაგრძელდა და ბოლოს გადავიდა ძალიან რთულ დაპირისპირებაში, ოღონდ ფალურ დაპირისპირებაში. ეს შიგნით სინოდის შიგნით ეკლესიის შიგნით. მაშინ მე მქონდა საკმაოდ მწვავე წერილები, პუბლიცისტური წერილები და ერთ-ერთი წერილის დროს მაშინ ძალიან იყო დაძაბული მდგომარეობა, პატრიარქი ხოლმე ატარებდა პარაკლისს ღამე. შემდეგ ხატებით შემოვიდა საპატრიარქოს. და ასეთ შეხვედრაზე მე ღამე არის შუაღამე, უწმინდესი ატარებს პარაკლისს და 4 ადამიანი მდგავართ. ერთი ბრძანდება მიტროპოლიტი მე დანიელი, ერთი მონაზონი და მე ჩადვილი ხო და უწმინდესმა გადაიხადა პარაკლისი, მე შემოვარეთ საპატრიარქოს და მათშია არ ხმარობდი ერისგაცობაში მოკლე სახელობებია ხალათს და ამ დროს აღმოჩნდი ამ ხალათით, რომ მივედი უწმინდესთან და აღმოჩნდა რომ ის იწყებს პარაკლისს. ვიჭახი რომ ძალიან ნერვიულობ ამას რომ პატრიარქთან მოხდი მოკლე სახელობები და არ დავდივარ და მერდება როგორ მინდა ახლა უწმინდეს შეხვდი ასე და დამთავრდა პარაკლისი და როდესაც გადავეცი ეს მასალები მცირე საუბარი იყო ესე მომადო ხელი და ნუ ეშინიაო ყველაფერიო კარგად იქნება აი შენ ამას ნახავო და მე მითხრა ახალგაზრდობაში მეც ესე დავდივდი მითხრა მიპასუხა პირდაპირ ეს ერთ-ერთი პატარა მოკლე არის უამრავი ისეთი ნიუანსები, პირველი შეხედრები როგორი იყო. ერთი რაც გამოარჩევდა უწმინდეს იყო რომ თუ ის გიჩნობდა არ გამორჩევოდა, შეშინო დარდებოდა ხოლმე ჭირვა, მაშინ ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა. თუ შეგნიშნავდა რომ ჩამოივლიდა ხელს გადმოგიჭვდი და თან ჩამოგართმევდა ხოლმე. ესეც ახლა თქვა ვიყავი 20-22 წლის ბავშვი 25 წლის. არ გამორჩებოდი. იმენად ყურადღებიანი იყო. ნუ მიშლის ეს ხო ქონდა საოცარი შითბო და საოცარი ყურადღება და საოცარი სიყვარული ჩოდა ახლა რამდენიც მე საქართველოს მოგამე გადამიწია თუ წიგნი თუ რა, მაგრამ გამამხნევებელი იყო მისი ყველა შეხვედრა, მე შემენა რომ დავკარგე, მე არ მოიწდება მისი თანადგომა, მისი დიდი სიყვარული და მამობრივი ურთიერთობა. მთელი საათნახევარი საათი როგორი სიყვარულით საუბრობდა ძალიან რთული ამ ყველაფრის გახსენება ამ მდგომარეობაში, ამ წუხარების ჟამს და მე ვფიქრობ რომ ალბათ პატარა ჩანაწერები მექნება მე პატრიარქთან მოგონებები ანუ კი მოგონებები ჩანაწერების სახით ჩვენი ერის სულიერი მამის ის მე მქონდა ასეთი დამოკიდებულება მაქვს რომ ის თითქოს ხორჩელი მამა იყო როდესაც უწმინდესი წავიდა ის ღამე იყო ჩვენთვის საშინელი ტრაგედია. საშინელი ტრაგედია და ჯერ კიდევ მოდის ეს დიდი მწუხარება. ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ არ შევიტყოთ, მაგრამ სად გავიქცევთ რეალობაში. მით უმეტეს სიკვდილი არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ რაღაც ეგოისტურად ჩვენ თავებს უყურებთ რომ მის გარეშე და
გიხაროდეთ დიდი მეოხი შევიჯინეთ, კი შევიჯინეთ მეოხი, მაგრამ რა თქმა უნდა. ტკივილს სად გაიქცევი ის რომ ფიზიკურად არ ბრძანდება ჩვენთან. ძალიან რთულია. აი მამაილი ეხა არის ერთი ამბავი ატეხილი პატრიარქის ანდერძე და საერთოდ ძალიან ადრე დაიწყო ეს რაღაც არ ვიცი მე ცოტა მაღიზიანებს იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ჩვენ 40 დღე ჭირისუფლები ვართ ხო და სხვა თემებზე ესე ძალიან გადატანა ყურადღების ვიცი მაგრამ აი როდესაც ანდერძე საუბრობენ აი მე მინდა ეხა თქვენ მოусმინოთ თხოვო ჩემს ოპერატორს აი მე პირადად დამიტოვა ანდერძი და დარწმუნებული ვარ თქვენს დაგიტოვათ ეს ანდერძი და ყველას ვისაც საქართველოს უყვარს და ვინც პატივს სცემდა და სცემს პატრიარქს აი მოусმინოთ თუ შეიძლება საქართველოს მიყვარხარ საქართველოს მიყვარხარ საქართველოს მიყვარხარ დღეს მამულს დღეს მიწას უნდა მიხედოთ ხელიდან გვეცლება მიწები ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებსა და სახლდებიან ჩვენ სოფლებში და ქალაქებში ღმერთმა ინებოს რომ გამოსწორდეს ეს მატრი ამინ გეძლებათ როცა გურთხება რომ თელ საქართველოში დავწევოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი არის ისეთი ფასეულობა რომლის გაყიდვა არ შეიძლება არავის არ აქვს არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა ქართული საბადოები ქართული მდინარეები წყაროები აი მიწა-წყალი ჩაგვაბარა ასე თქვა და ჩემთვის ეს არის ანდერძი დალოცვა ამ ბრძოლისთვის რომ ჩვენ ყველამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და გადავარჩინოთ სამშობლო. აი თქვენ როგორ ფიქრობთ მამაილია? რა თქმა უნდა წმინდელია მართალმა სათავადაზნაურო ბანკი რომ დაარსა საქართველოს ტერიტორია გადაარჩინეს სწორედ მაგით. ბანკი ყიდულობდა მიწას როცა ვინმე და აძლევდა მხოლოდ ისეთ ქართველს, ვინც იყო პატრიოტი. არა პატრიოტ ქართველს მიწას არ ყიდდა. ანუ ამით შეინარჩუნა საქართველო. რა თქმა უნდა, უწმინდესის ანდერძი უპირობოდ შესაძლებელია ეს ყველა ქართველისთვის გულის ფიჩარზე დასაწერი სიტყვებია და ეს ილია მართლის გზის გაგრძელება. რომ ქართული მიწა არ იყიდება. მიწა-წყალი არ უნდა გაიყიდოს და არა მარტო თვითონ ჩვენს ქართველებმა რაც არ უნდა გვიჭირდეს ჩვენი ეზოთ ჩვენ რა უცხოელს არ უნდა გავყიდოთ ხო რა თქმა უნდა მაგაშია მაგრამ შეიძლება ვინმე რაღაც იქირაოს მაგრამ ისე რომ ვინმე საკუთრებაში მიიღოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა სამწუხაროდ დაუშვებელი არის. ხო, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია, იმიტომ რომ აბა წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიარქიც არ იტყოდა ამას, რომ ფაქტია, საქართველოში ასეთი რაღაც ხდება და აი, როდესაც საუბრობენ პატრიარქის ანდერძზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და საუბრობენ მის უზენაესობაზე, აი ეს ანდერძი მარტო ჩვენ კი არა, მათაც დაუტოვა პატრიარქმა. თელ საქართველოს და ხელისუფლებას განსაკუთრებით. რომ არ შეიძლება ამის გაკეთება და წავიდა ისე რომ ძალიან ბევრი რამ საწესრიგებელი დარჩა საქართველოში და ალბათ ეს ძალიან განისთის ამას
ზეციურ საქართველოში, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, სიკვდილი არ არსებობს და პატრიარქი იქ მარადიულად ცოცხლობს და იცის. თავისი წმინდა ლუჩვით ძალიან ბევრს მე ესეთი განცდა მაქვს რომ ის წავიდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენთან არის და ის არის ისეთი დიდი მასშტაბის მღვდელმთავარი, როგორებით ბრძანდებოდნენ ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ქრბილი. და შემთხვევით არ არის შეთაშორის ბასილი დიდის შემდეგ ესეთი დიდი დაკრძალვა სასულიერო პირებში მართლმადიდებლურ სამყაროში არ ყოფილა. როგორც იყო უწმიდესის დაკრძალვა და პროცენტული თვალსაზრისით მოსახლეობის ნახევარი ყოფილიყო წეღანაც მოგახსენეთ დედამიწაზე არ ყოფილა ასეთი რამ. ეს არის პირდაპირ ბეჭედი, პირდაპირ დასტური თუ ვინ იყო უწმიდესი, ეს არის ისეთი სახალხო პიროვნებები იშვიათნი არიან. და კიდევ მეორე ბერი ასეთ დასტურს ადულად არ იძლევა. ვერავის ვერ აიჯულებ ახლა ხო გლოვას. მთელი ერი გლოვობდა, მთელი ერი იყო რატომ? იმიტომ რომ ის იყო და ის არის ქართული ერის мама და დარჩება ჩვენი სამმა ადამიანმა შექმნა ეპოქა. რასაც ეპოქა ქვია ჩვენ ყავდა რა თქმა უნდა უდიდესი ადამიანები, უდიდესი ეროვნული მოღვაწეები, მაგრამ ეპოქალურად ეპოქის შემოქმედი იყო ბოლო სამსაუგუნის ჩემი თვალთახედვით რა თქმა უნდა თუ ვწდები ყველა მომიტევოს თუ კიდევ ვინმე ბრძანდებოდა შეიძლება ვწდები მე რა თქმა უნდა შევწდარი არა ვართ ადამიანები ერთი ბრძანდებოდა წმინდა ილია მართალი რომელსაც შექმნა ეს ხო ილიას დროს ხდებოდა მეორე ბრძანდებოდა იოსებ სტალინის ესო სტალინის ეპოქაში ხდებოდა და მესამე ბრძანდება უწმიდეს და უნეტარესი ესო ილია მეორის ეპოქაში მოხდა ანუ ეს ეპოქალური არიან ადამიანები ცხოვრობენ ეპოქაში და ქმნიან დიდ შემოქმედებას არიან ადამიანები თვითონ ქმნიან ეპოქას აი ეს იყო უწმიდესი და ეს ბრძანდებოდა არა უწმიდესი კი უბრალოდ ილია მართალი უწმიდესი და შუაში სტალინი ეს არა ეპოქის თვალსაზრისით ახლა ეპოქა შექმნა ამას ხო ვერ ვარყოფთ მაგაზე ესაუბარი კი არა ეროვნულმა მოძრაობით აი სიონით დაიწყო ხო ეროვნული მოძრაობა იქ იყო შეხვედრები ეროვნული მოძრაობის ეპოქაც ძალიან სერიოზული ეპოქა არის ეროვნული მოძრაობაც პატრიარქის ეპოქაში მოხდა ეს დიდი მოძრაობა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისა საბჭოთა კომუნისტური კლანჩებიდან პატრიარქის ეპოქაში იყო პატრიარქი თავის ლოცვით აკეთებდა ყველაფერს ახლა ბევრი დაობს რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო ისე უნდა ყოფილიყო მაგრამ პატრიარქი არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ყველას мама ვერ გააკეთებდა ეს პატრიარქი ყველას мама იყო აი მაგას შესაძლოა კი რა თქმა უნდა პატრიარქს არ შეეძლო რომ ვინმე გამოიყო რომ შენ არ ვარ გიხარ და შენ ვარ გიხარ ჩუდი და კარგი და ყველა არის შვილი იმიტომ იყო ახლა რა დედა ეკლესია ვერ გაყოფს ეს ადამიანს არ შეიძლება ეკლესიისთვის ყველა მხარე შვილია აი მაგას შესაქმე და პატრიარქს სხვანაირად არ შეეძლო რომ ვინმეს მაინც და მაინც ვინმესთვის ეთქვა რომ შენ არ ვარ გიხარ შენ ვარ გიხარ იმ ეროვნული მოძრაობის აღზევების დროსაც როცა ჩვენ ყველას გვინდა და ეს მაგრამ ეროვნული მოძრაობა ასეა თუ ისე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ასოცირდება ეს მათ დაიწყეს მათი მხრებით და სხვათა შორის 8 აპრილსაც 8 აპრილს საათნახევრით ადრე სანამ პატრიარქი მობრძანდებოდა მიტინგზე უკვე 9 აპრილი ხდებოდა თუ ესა 9 აპრილი უკვე და მანამდე 8 აპრილს გვიან ღამედ ისე მე ვიყავი პატრიარქთან მისული და ქალბატონები მყავდა წაყვანილი მან დაგლოცა დაგვაწყნარა და გვითხრა რომ არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან გამიკვირდა რომ საათნახევარში თითქმის ესე პატრიარქი თვითონ მოვიდა და თქვა რომ საშიშროება რეალურია და მაშინ ძალიან შეშფოთებული იყო რა თქმა უნდა მოგვიწოდა შეშფოთებული იყო იმდენად რამდენადაც ის რაც მოხდებოდა უჭირდეს მეიჩვედა რომ მოყვებოდა მსხვერპლი ეთქობა აი პერიოდში დაურეკეს და უთხრეს რომ რა ვითარება იყო და მაშინვე მოვიდა იქ ჩვენთან
და მის უკან ვიდექი თან გამიკვირდა რომ დავინახე, იმიტომ რომ ცოტა ხნით ადრე მე თვითონ დავბრუნდი მისგან და პატრიარქმა ბუნებრივია მოგვიწოდა სახლებში წასვლა ან ქაშვეთში ლოცვა, ქაშვეთში შევიდეთ და ვიღოთ მაგრამ აქ უკვე იქ სხვა სიტუაცია იყო, თუმცა მე ძალიან ბრაზდები, როცა ამბობენ რომ პატრიარქი გაიქცა, არ გაქცეულა, მე იქ ვიყავი მის უკან ვიდექი. იგი ძალით გაიყვანეს იქიდან დაცვამ, ძალით გაიყვანეს მე ხელში აიყვანა და ესე გაიყვანა. კი, არა, იმიტომ რომ ის ნამდვილად არ დაგაქცეულა. უჭირდეს სტაციის ხელი და გაიყვანეს. ხო, ნამდვილად ესე იყო, ის არაპირებდა წასვლას. და ამას ეთანხმებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც, რომ პატრიარქი უნდა გაიყვანათ და გაიხსენეთ. ხო, ისაუბრეს მერაბმა და საზვიადმა და პატრიარქმაც და ისე რომ ეხა ვინც იქ არ იყო და რაღაცა პრეტენზიები აქვს და რაღაც ჭორებს არცელებს, ცოტა ხანი მაინც მოითმინეთ. გავიდეს ეს 40 დღე და მერე დაიწყეთ რა ჭორება. არა, საქმე რა არის? ამდენი ჭორების გავრცელება, ამდენი შეურაცხყოფა. აი მე გეტყვით ერთ რამეს, ვინც დამჭუხრდა ამ ფაქტით, რომ ბუწმიდეში გარდაიცვალა. ეს ხომ არის თითქმის მთელი საქართველო. გარკვეული ადამიანები ვთქვათ ამბობენ რომ პირიქით. აქ არ დამჭუხრდნენ, ზოგი ძალიან ცუდად ამბობს. მე რომ ამ ადამიანებს ღმერთის არეშინია. კი, ეხლა რა არის, აი მე რას ვფიქრობ. ჩვენ ვართ ვეფხის და მოყმის ქვეყანა. როცა ადამიანი მჭუხარობს, ის რაზეც მჭუხარობს, მე იმას ჭრილობაში ხელს არ ჩაუყობ, მე ხო ადამიანი ვარ, კაცი ვარ, ქრისტიანი ვარ. ამ დროს შახე არ შეიძლება ადამიანისა დაიკარგოს და თანალმობა, თანადგომა ეს არის მეომრული წესი. თავშეთ ვინმე თული მტრად. ეს რომ ხდება სიკვდილში მტრობა აღარ არსებობს, სიკვდილში არსებობს თანადგომა. სიკვდილი შეთირამია. აქ უკვე ლაკმუსურად ლინდება ძალიან ცუდი შურათი. ეს მე ძალიან მტკივა ამას. არა, ამით იცით რა არის, მე არ ვიცი გაბრაზდა თუ შემეცოდონ ეს ადამიანები. აი, ნამდვილად აღარ ვიცი, იცით რატო? იმიტომ რომ მეცოდებიან, რადგან აი ესეთი ბოღმა ატარებენ. მაგრამ თან ბრაზდები, იმიტომ რომ მოშის ხლემტერი რო იყოს, ვინც გინდა იყოს, კაცი რო გარდაიცვალება. უნდა იყოს. მას ვინც გლოვობს, იმას რა უბნები რომ შენ ესეთი ხო, ამას ეუბნები ფაქტიურად თელ საქართველოს. თელერს არა ესეთი იყო, ისეთი იყო. რა არის დამდენი ჭორების გავრცელება, ეს არის დაუშვებელი, არაფრით შეიძლება. პატრიარქი ახალი გარდაცვლილი იყო და უკვე დაიწყეს სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა რაღაცებზე საუბარი. მე მაშინ გავფრაზდი და დავწერე, იყუჩეთ, იჭირისუფლეთ, ნუ გვეჭორავებით ტელეეკრანებიდან, იმიტომ რომ მოგმოკრული ჭორების გავრცელება რა არის ჩილისამაზე ადვილი არაფერი არ არის. და ათონის თიშმაბებმა რა თქვეს იცით, რომლებიც ძალიან დიდ პატივს შემდნენ და შემენ პატივს უძღვინდეს. თქვენს რომ როგორ ყვარებია პატრიარქიო. ღმერთშო რომ ამ ხჩავანების ჟამსო ესეთი დიდი ჩილის ჭამებებიო შეხვდაო და როგორი დიდი ყოფილაო, როგორი თავმდაბლა დაიტანა ყველაფერიო. რომ ხჩავანებაში ხო უფრო ცნობილი არის რომ უფრო ამბიციური ხდება ადამიანი, მაგრამ პატრიარქი ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. მას შეეძლო მკაცრი განაჩენების გამოტანაც, მაგრამ ის იყო თავმდაბლად და მშვიდად ის ხედავდა უკვე რომ ესეთ ადამიანებთან არ ღირდა საუბარი. ეხლა ერთ დღეს რომ იტყვი რომ პატრიარქი დავით ჩინაშარმატყველია და 10 წლის შემდეგ რომ ცუც იტყვი. არა კი იმისთვის რომ რაღაც ინტერესი არის, ეს ძალიან სამწუხაროა, არ შეიძლება ესეთი. მამელია, დედა ეკლესიას. ჩვენ ხო ვამბობთ რომ აი ეს ასე იყო, ვიღაცა ამბობს ამას და ანუ ასეთ სიტუაციაში ვიღაცა ამბობს რომ ვინმეენ რომ უფალზე სამართლიანია ღმერთი 59 წელი ვიშმიჩემდა პატრიარქობას. ნამდვილად. პატრიარქობაში არ იქნება. პატრიარქი იყო ძალიან დიდი მამა და მას კიდევ მეორე ისეთ დიდ პატივს შემდა ათონის მთა მეტრია და ისინი ყოველთვის ამბობდნენ ერთ-ერთ ფაქტს გეტყვით, ერთ-ერთი ჩასვლისას უწმიდესი ჩაბრძანდა ათონის მთაზე და მორჩილებისგან და ბერებისგან აიღო კურთხევა, უთხრა რომ მაკურთხეთო და
ამათ გაუკვირდეთ რომ რანაირად შეიძლება გაკურთხოთ თქვენ უწმინდესი ბრძანდებითო და პატრიარქიო და ხო და მაშინ კურთხევა შეასრულეთ მე ჩოდული ვარო და თავზე ხელი დამადეთო ჩრემლით მივიდა ყველა რა თქმა უნდა მხოლოდრიგით უწმინდესმა მოიყარა და თქვენს რომ ეს რა დიდი პატრიარქი ყავს საქართველოს ესეთი სიმდაბლეო ჩვენ არ გვინახავს რომ ამ ხელიერარქი მოვიდაო მუხლი მოიყარავ და გითხრა მაკურთხეთო რომ როგორ გვასწავლა თავმდაბლობა პატრიარქს ჰქონდა ძალიან დიდი შულიერება და სწორედ იმ შულიერებით გამოიყო რომ ყველას თავის ენაზე ელაპარაკებოდა და ბავშვთან ბავშვი იყო და დიდთან დიდი იყო ეს ძალიან რთულია ზოგი ანუ ერთადაირი კი არ იყო ვისთანაც როგორ იყო საჭირო და რა ენაც იყო საჭირო იმენით ჩაუბრობდა ეს არის სული წმიდის მადლი ამაში ვლინდებოდა ის დიდი მადლი იმ უბრალოებაში ძალიან მე ხა ჩემი ურთიერთობები რომ ყველაფერი რომ გავიხსენო ალბათ ვერ შევძლებ ჩრემლის გარეშე რა საოცარი ნიუანსები იყო მე ამას აუცილებლად გავიხსენო ეს საოცარი რამე იყო რანაირად შეიძლება ასეთ დროს ადამიანმა ისაუბროს მას ერთი გადაბრუნებული მაინც თქვას ეს დაუშვებელი მამაილია დედა ეკლესიას ხომ არაფერი არ ემუქრება ყველა ძალიან იმაზე ნერვიულობ დედა ეკლესიას გაყოფა არ სცადონ ჩემი აზრით არა იმიტომ რომ ხო ჩვენ ღვთათავართა საბჭო რა თქმა უნდა იმჟელებს და დარჩება ეკლესია თავარი არის რომ არ მოხდეს განხეთქილება და მე ვფიქრობ არ მოხდება იმიტომ რომ პატრიარქმა დატოვა განსაზღვრული სტრატეგია ას ქონდა ტაქტიკა თუ როგორ შენარჩუნებული იყო სამოციქულო შლა ეკლესიისა ეს ტაქტიკა დატოვა პრაქტიკაში ღვთათავარებსაც მღვდელმთავართა წინ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩვენ სასულიერო პირებმაც რამდენადმე ვიცით როგორ უნდა ვიშრომოთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ სამოციქულო სწავლება და ეკლესია განმტკიცდეს ქვეყანაში და არ გონია რომ რაიმე ესეთი ჩვენ ყველას გვმართებს ლოცვა და ღმერთმა მოგცეს მშვიდობა ყველა თვალსაზრისით როგორც ქვეყანაში ისე ეკლესიაში რომ აი გაგრძელდეს პატრიარქის კურსი აი ეს ჭონასწორი კურსი დამბალანსებელი კურსი სწორედ აი ამით შეძლო უწმინდესმა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება ბალანსირებული სამოციქულო მსოფლმხედველობით სამოციქულო სტრატეგიით და ტაქტიკური სიბრძნით ბრჭნული ტაქტიკით და ეს დარწმუნებული ვარ შენარჩუნდება ჩვენს ეკლესიაში და უწმინდესი ლოცვა შეეწევა წმინდა შინოდს იქ ახლა წმინდა მღვდელმთავრები არიან და ისინი მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს ყოველთვის დარწმუნებული ვარ მე ნერვიულობ ცოტა დაძაბული ვარ იმიტომ რომ დედა ეკლესია არის ჩვენი ესეთი შემაერთებელი და გამაერთიანებელი და დედა ეკლესია რაც არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ერისთვის მართლმადიდებლობა დედა ეკლესია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება პატრიარქის უდიდესი ღვაწლი იყო ადვილი ხო არ იყო იმ პერიოდში ამ კონსტიტუციური შეთანხმების შედგენა და კონკორდატი დიახ ხელა შეგრძნა ჭირდებოდა ამას რომ აქამდე მieყვანა თუნდაც მაშინდელი ხელისუფლება ძალიან რთული იყო ამის გაკეთება მამა როგორ ფიქრობთ ის რომ მართლმადიდებლობა არის საქართველოს არის მართლმადიდებელი ქვეყანა ხო და აი ეს არ უნდა იყოს აღნიშნული მე არ ვამბობ რომ ეკლესიას და სახელმწიფოს ახლა დიდი კამათია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და რაღაცა და მაგრამ არ უნდა იყოს აღნიშნული იგივე კონსტიტუციაში რომ ეს არის რომ საქართველოს არის მართლმადიდებლური ქვეყანა რომ ეს არის ოფიციალური ესე იგი კონსტიტუციის შეთანხმებაში წერია რომ მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია მე პირადად მივაჩნია რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა იყოს გამოცხადებული. პირადად მე ეს ჩემი პირადი აზრია და მე ვფიქრობ. აი როგორ ახსნით ამას? როგორ ახსნით ამას? აი თქვენ ხო ფიქრობთ და რატომ ფიქრობთ ესე? რატომ? სახელმწიფო ამ დროს აღიარებს ეკლესიის პრიორიტეტს. იქაც აღიარებულია, მაგრამ როდესაც სახელმწიფო რელიგიად იქნება მართლმადიდებლობა სახელმწიფოს და ეკლესიას უფრო ქმედითად შეუძლია განახორციელოს მართლმადიდებლობის გამტკიცება ქვეყანაში. და მართლმადიდებლობის სიმტკიცე არის ჩვენი გადარჩენა.
და თუ სახელმწიფო რელიგიად ვიქნებით, ჩვენს ეკლესიას ასე ხელაღებით ვერავინ შეეხება. უნდა იყოს ასე. თუ ეკლესიური თუ სამოჩქულო წყობილება არ გამტკიჩდა. რასაც ჩვენი მამები გვასწავლიან, რისთვისაც ჩვენ დავდეთ თავი საუკუნეების მანძილზე, აბა რა იქნება ის. ეხლა რაც არის თქვა სეკულარული სახელმწიფო, მე პირადად ეს საქართველოში მე არ მიმაჩნია სწორად. საქართველოში უნდა იყოს პრიორიტეტული მართლმადიდებლობა და სახელმწიფო რელიგია. უნდა აღიარებული იყოს, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა. უნდა აღიარებული იყოს ოფიციალურად, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და არა მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს. ეს არის როგორც იდეოლოგიაც. ახლა ხომ იყო ძალიან უხეში შედარებაა და თქვა საბჭოთა კავშირი იყო კომუნისტური სახელმწიფო. ხომ იყო კაცო? სახელმწიფო იყო, სახელმწიფოთა კავშირი იყო ზოგი დაპყრობილ სახელმწიფოთა, რა თქმა უნდა, იყო კომუნისტური იდეოლოგია. ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფო, ეროვნული სახელმწიფო, რომელიც დღეს ძალიან მტკიცედ მიდის ეროვნული თვითგამორკვევისკენ, ეროვნული შემეცნებისკენ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებლური ქვეყანა, ეს იქნება განცხადება მთელი კაცობრიობის შინაგანში, რომ ჩვენ ვართ, ჩვენ იდეოლოგია არის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. იქ რაც კონსტიტუციურ შეთანხმებაში არის დადებული, იმის შემდეგი საფეხური ჩემი აზრით, ჩემი ჩოდვილი აზრით უნდა იყოს ეს. და ის რომ სახელმწიფოსთვისაც აზიანო, ზოგი ამბობს ამას ახლა საშუალებებით, საერთოდ და ეკლესიისთვისაც მე არ ვფიქრობ, რომ საზიანოა. მე ვფიქრობ, პირიქით ძალიან კარგი უნდა იყოს ჩემი აზრით. ნუ ამბობენ რომ სახელმწიფო მერე ჩაერევა მაგალითად ეკლესიის დედა ეკლესიის საქმეს ჩაერევა. თუ მასია კონსტიტუციურ შეთანხმებაში ეს ყველაფერი დევს რომ სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობენ მოსახლეობის ზნეობრივი, სულიერი და კულტურული განვითარებისათვის. თუ ჩარევაზია საუბარი იმ სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმებით თანამშრომლობის პროცესში შეუძლია ორივე მხარეს ჩარევა, ხო? და ეს რომ დამტკიცდეს ეს იმხელა განაცხადია მსოფლიოს წინაშე, რომ მე ვარ მართლმადიდებლური ქვეყანა. დიახ. ანუ ჩემი იდეოლოგია არის მართლმადიდებლობა, სამოჩხულო ეკლესია. ეს არის შესანიშნავი შეთავაზებაც იყო სახელმწიფოსგან და ეს არის შესანიშნავი ჩემი აზრით. ხო, რაღაცნაირად უნდა იყოს განცხადებული, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა. და ბოლო ჟამს და ოფიციალური რელიგია არის მართლმადიდებლობა. დაჭირესერმეთქველები არ ვახსენოთ სიტყვა სახელმწიფო და ვთქვათ, რომ საქართველო ეროვნული რელიგია, საქართველოს ეროვნული საქართველო არის მართლმადიდებლობა. თუ სახელმწიფო რელიგიის ვინმე შეეშინდება ამ ტერმინის, შეიძლება ესე იყოს, რომ სახელმწიფო წარადგენს და ეკლესიას და თანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოში ეროვნული რელიგია არის მართლმადიდებლობა. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. და ეს ის იმდენად ძვირფასი რამეა, ეს წინადადება თავიდან რომ ითქვა, მე ვიყავი უბედნიერეში, რომ სახელმწიფო რელიგია თუ გამოვაცხადოთ მართლმადიდებლობა. მე შეფერხდა ეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ბოლომდე გავა და აუცილებლად რაღაც ფორმით ეს შენარჩუნდება. თუნდაც ამით ეროვნული რელიგია. რატომ არ უნდა იყოს? ეს არის იდეოლოგია. სახელმწიფოს თუ არ აქვს იდეოლოგია, სახელმწიფო როგორ უნდა იარსებოს? აქ არის პირდაპირი სახელმწიფო გთავაზობს ჩვენ რომ ვიყოთ მართლმადიდებლური სახელმწიფო რელიგიით მართლმადიდებლობა. ამას დიდებული არაფერია. ანუ მივიდა საქართველო აქამდე რომ და ამას არა, მე რასაც ვიცით რომ მოდი ისე შეიძლება ხა სამართლებრივად არ ვახსენოთ სახელმწიფო გამშეხურდია შეშურდა. ბატონო? ხო იცით რომ ცხოვრებულ ძველს შეშურდა. შურდა რა მართლმადიდებლობა ყოფილიყო სახელმწიფო რელიგია. რომ ოფიციალური რელიგია ყოფილიყო. რომელიც გვეუბნება ამას და ეს თუ მივიღოთ. რა თქმა უნდა, ხო და არა, მე რასაც ვიცი, რადგან სახელმწიფო ასე რაღაცნაირად ცოტა ეშმაკობა ვიხმაროთ, სიტყვა სახელმწიფო ამოვიღოთ და საქართველო არის თვითონ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და ოფიციალური რელიგია არის მართლმადიდებლობა. რა ასე არ არის? ეს იქნება განაცხადი და ალბათ აღსრულებაში მამათა წინასწარმეტყველებს რომ ბოლო ჟამსო საქართველოს კაცობრიობის წინაშე დაამოწმებს მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობის ერთგულებას. როცა ოფიციალურად ეს განცხადდება უკვე.
ეს არის უკვე პირდაპირ დაბოჭდება. ვაბოჭებთ რომ მე ვარ მართლმადიდებელი. შეიძლება ყველა არ იყოს აღსარებელი. მაგრამ ეხლა იქ ვინც ადამიანები მობრძანდებოდნენ უწმინდესთან გამომშვიდობებისათვის, ყველა შეიძლება არ იყოს აღსარებელი. შეიძლება ერთხელ იყო ნაზიარები, მაგრამ ეს იყო მართლმადიდებელი ეს იყო ის რომ მართლმადიდებლები იყვნენ და ქვეყანა უყვარდათ და პატრიარქი უყვარდა და დედაეკლესიის წევრები არიან. აი სწორედ ამ ხალხის სახელით ცხადდება ის რომ საქართველოს ეროვნული რელიგია, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ჩვენთვის გაყოფილი არ არის ქართველებისთვის. ჩვენთვის სახელმწიფო არის ეროვნული რელიგია. თუ სახელმწიფო რელიგია აშინებს ვინმეს ხო, ტერმინი. აი ეს სახელმწიფო რელიგიათა აღიარება. სახელმწიფოსგან ძალიან კარგი შემოთავაზება იყო. დედაეკლესიამ რა თქმა უნდა ესოდა მივიღოთ და მიიღოს და უნდა რაღაცა ფორმით ეს დიდი ბედნიერება, ეს დიდი ესტაფეტა უნდა ავიტაცოთ. და დავამტკიცოთ სოფლიოს წინაშე ჩვენი ეროვნული რელიგია არის სახელმწიფო რელიგია არის მართლმადიდებლობა. რა თქმა უნდა. და ჩარევების ხო რაც რო თქვა თუ ჩაერევა ვინმეო და ჩარევა ეხლა კიდევ იმეორებ იმ კონსტიტუციურ შეთანხმებაში პირობ ხდებს თანამშრომლობა სახელმწიფოს და ეკლესიაში. და თანამშრომლობაში იგულისხმება რა თქმა უნდა ურთიერთობა გარკვეული კორექტივებით. არა დოგმატებში არ არის საუბარი. ალბათ ადმინისტრაციულ ფორმებში აქვს საუბარი. მეტი არაფერზე და ეხლა აი სწორედ სახელმწიფო ნახეთ როგორ ერეოდა კოვიდის დროს გახარია გამწარებული გამოვიდა იქიდან პატრიარქის ოთახიდან და ისეთი რამე თქვა რომ აი სისულელე მეწავალ ხა და ტელევიზორით უყურებ აღდგომასო და მაშინ მივხვდი რაღაც სიმპათიები მქონდა გარკვეული და ისე გამიკვირდა რომ მივის მაგივრად ეთქვა რომ მე აი არ იყო სწორი კი რა თავისი თავი აიღო ძალიან დაიკნინა რომ პატრიარქის კურთხევის შეუსრულებლობა იყო. პატრიარქი რასაც ამბობს, ის პატრიარქი რასაც ამბობდა ცხონებული, ის იყო აბსოლუტურად განსაზღვრული და ზუსტი. იმ პერიოდისთვის, იმ დროისთვის შეიძლება გეფიქრა ადამიანს რომ ეს არ არის და რატომ ამბობს ამას? აი მომავალში ჩნდებოდა რომ უწმინდესის კურთხევა იყო. რა თქმა უნდა. აღსასრულებელი და აღსრულებადი. ეხლა გველის აღდგომა და შემდეგ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე ესეც პატრიარქმა დაგვიტოვა და ახლა მე როგორც გავიგე სოფლიოს ქვეყნებში ლოცვის დღე ცხადდება 17 მაისში. და ჩვენ უკვე გამოვასწართ პატრიარქის ჩვენ უკვე გვქონდა გვაქვს თქო. დიდი მადლობა მამა ილია, ძალიან დიდი მადლობა, გარკვეულად დამემშვიდეთ რომ დედა ეკლესიას არაფერი არ ის ურყევი გემი რომელიც არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არ შეირყევა დედამიწაზე მეორედ მოსვლამდე იქნება მტკიცე და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იქნება დამამოწმებელი მართლმადიდებლობისა და არასდროს არ შეუერთდება ანტიქრისტეს მოძრაობას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ფეხზე და საქართველოს უჩვეულოდ გავასამშვიდობოს ჩვენი უწმინდესის ახლა უკვე ზეციური მფარველობით. ნამდვილად. დიდი მადლობა მამა ილია. მადლობთ სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით და მე ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდები ეთერში მორიგ სტუმართან ერთად.